მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო ხუცურაულებო. მინდა რომ ახალი წელი მოგილოცოთ. ულები ბედნიერება, ჯანმრთელობა, ცხოვრებაში წინსვლა და ყველა ოცნების სასრულება გისურვოთ. ახლა კი მინდა ჩემს მეგობარს სანდროს და რა თქმა უნდა ნუციკოს პირადად გავესაუბრო. სანდრო, როგორ ხარ ჩემო მეგობარო? მე შენზე ძალიან ბევრი რამ გავიგე. გავიგე თურმე უკვე სკოლის მოსწავლე ხარ სანდრო და ძალიან მონდომებულიც. ასე ამბობ ხოლმე არა? მათემატიკაში კარგი ვარო. შენთან თხოვნა მექნება სანდრო, რომ ტელეფონში ფეხბურთი დიდხანს არ ითამაშო ხოლმე კარგი, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის. ჯობია რომ ტელეფონში თამაში თავიდანებო მეგობარო და უფრო მეტად რეალურად ითამაშო. შენ ხომ მომავალში ფეხბურთელი უნდა გამოხვიდე. ოდა ერთ ბურთს შემოსანდრო, მე გამოგიგზავნი ლაპლანდიიდან. რაც შეეხება შენ საჩუქარს, შენი საჩუქარი ახლახანს შევხუთე მეგობარო და რა თქმა უნდა მალე მიიღე, იმიტომ რომ შენ ძალიან კეთილი, ჭკვიანი და საყვარელი ბიჭი ხარ. ახლა კი ჩემი მეგობარი ნუციკო. ჩემო კისკისა ქალბატონო, ხედავ რომ შენი რაც ცეკვავ ჰიპ-ჰოპს. ძალიან მაგრად გამოგდის მინდა გითხრა. სწავლაზე რა ხდება ნუციკო? კაი ხო მოდი ეს საიდუმლოდ დავტოვოთ. ნუცა, იცი რა გავიგე? თურმე არ გჯერა, რომ სანტა არსებობს. მინდა გითხრა, ცოტათი მეწყინა. არა დაახლოვა პირებდი შენი საჩუქრის გამოგზავნას მეგობარო. ნუცა, მართალია რომ რაც თოი მოიყვანე, დანტეს და ქენდის ყურადღებას აღარ აქცევ? მინდა გთხოვო, რომ მათ აუცილებლად მიხედო. ისინი ხომ უკვე 4 წელია რაც შენთან ცხოვრობენ. მთავარია, რომ ძალიან ლამაზი, ძალიან კეთილი და ძალიან მხიარული გოგო ხარ ჩემო ძვირფასო. ასევე გამორჩეული ხარ შენი სილამით და მე ეს ძალიან მახარებს. ჩემო ძვირფასებო, ახლა დროა დაგემშვიდობოთ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს მისახედი. ორივეს დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ. რა თქმა უნდა, საუკეთესო სურვილებით. რა თქმა უნდა მოვიკითხავ თქვენს ოჯახს. სანდროს კი კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ ძალიან კარგი ბიჭია, ნამდვილი ვაჟკაცური კაცი და მე სანდრო და ნუციკოც ძალიან მიყვარს. წავედი ახლა, კიდევ ბევრი ბავშვი უნდა გავახარო. აბა, ბედნიერად!